101 წლის წინ აგვისტოს ჯანყი ქართველი დიქტატორის რუსულმა ჩექმამ პირველი ქართველი პარლამენტარი ქალების რეპრესიებით ჩაახშო. 101 წლის შემდეგ ქართველი ოლიგარქის რუსულმა ჩექმამ ჩვენი თავისუფლების ფეხქვეშ გასაცელა. დღეს ეს ლაზერი არჩევს უბრალოდ ახლა აკითხულობენ მანიფესტს, მოგესმენინებთ და შემდეგ უბრალოდ მოგაწვით ინფორმაციას. რადგან ამ უწყვეტი პროტესტის 101 დღის მამოძრავებელ ძალად ამორძალები დღესაც აქ ვდგავართ. სადაც არც ერთი დიქტატურა ისტორიულად არ გვპატიობდა იმას, რაც მათ უპირატესობას, მათ კანონზე უზენაესობას, მათ ძალაუფლებას და შესაბამისად ძალადობას მედგრად, უშიშრად ედგა ფარად დაუმორჩილებლობა. 101 წლის მანძილზე თქვენი სიბნელე, მრავალი დახშული კარი, დაგმანული ფანჯარა და რკინის გისოსები გავარღვიეთ. 101 წლის თავზე რისხვის ამ 101 დღეს ჩვენ სინათლისთვის და ჩვენი ხმისთვის ვიბრძვით ისევ და ისე, როგორც არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი კანონები რუსული დუმის მსგავსად ქალებისგან დუმილს მოითხოვს, ჩვენ არ ვჩუმდებით. არ გაღირსებთ მდუმარე, დანანებულ, მორჩილ ქალებს. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ. თქვენი სისხლიანი სიჩუმე გვკლავს. გვკლავს ქალობისთვის, დედობისთვის, გვიკლავს დედებს, ტრანს ქალებს, გოგოებს. თქვენ ჩვენს გასაჩუმებელ კანონებს წერთ. იღებთ, მაგრამ ვერ გვიკანონებთ. ჩვენ ქალები ვიბრძვით ძალადობის. ვიბრძვით ძალადობის და გამოცხადებული სიკვდილის პრევენციისთვის. თქვენ აუქმებთ კვოტებს, ებრძვით სიტყვებს, ებრძვით გენდერს, ებრძვით თანასწორობას, ებრძვით კონსტიტუციას, გვებრძვით ჩვენ. ჩვენ კიდევ უფრო მეტი თავგანწირვით ვიბრძვით ლეკვი ლომისა სწორობისთვის. ჩვენ უარს ვამბობთ. არ გვინდა თქვენი ყვავილები, ფასდაკლებები, ვეფხისტყაოსნის სუფრაზე ასობით მოკლული ქალის სისხლით სავსე ყანწების ფრიალი. ჩვენ 1180 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის იდეალებისთვის ვიბრძვით დღეს. ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ქალის, ქალად აღზრდილის და ტრანსი ქალისთვის. თქვენ ეალერსეთ რუსეთს და ძილს. ჩვენ ამ 12 წლიანი კოშმარიდან გაღვიძება ყველგან ხმა, ყველგან ძახილი გვევალება. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს? ჩუმად ხართ თქვენ. როცა თქვენი მოძალადე პოლიციელები აქციაზე ჩვენ თანამებრძოლ ქალებს, შინ დაბრუნებულები საკუთარ ცოლებს სცემენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს, როცა ფორმიანი ბანდიტები კბილებს და ცხვირს და ძვლებს გვიმტვრევენ. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებს, როგორ გაგატანთ შვილებს ციხეში, როცა თქვენი ხელდასმული დგებუაძეები, ხარებები ყოველდღე აწნავენ სილას ამ ქვეყნის წარსულს, მომავალს, ენას, მამულს. რა გაგვაჩუმებს, სანამ თუნდაც ერთი ქალი გისოსებს მიღმა იმისთვის ჩასვით, რაც თქვენმა რეჟიმის მონებმა ვერასოდეს გაბედეს. სიმამაცისთვის, თანასწორობისთვის, სიმართლისთვის. არ დაგიხრით ქალები თავს, სილა პატრიარქატს, სილა თვითმარქვია პოლიციას, სილა ავტორიტარიზმს. ჩვენ უარს ვაცხადებთ პატივი მხოლოდ სიკვდილის ან 101 წლის შემდეგ სამუდამოდ გაჩუმებულებს ვცეთ. არ გელოდებით. ჩვენ მოვითხოვთ პასუხს, პასუხისმგებლობას, თანასწორობას, ქალთა კბლის, წამების შეწყვეტას დღეს. თქვენ გეამაყებათ და გიყვართ თქვენი წამებული, თქვენი წამებულები, ქეთევან წამებული, შუშანიკი წამებული, მარიტა წამებული და არ გეღირსებათ მზია წამებული. ჩვენ ამ ქვეყანას
საბერძნეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, ვაშენებდით გუშინ, ვაშენებთ დღეს და ვაშენებთ ხვალ. ჩვენი შვილებისთვის, მოხუცებისთვის, ორსულებისთვის ვტოვებთ სახლს. თქვენ ჯანდაცვის საარსებო მინიმუმის გარეშე ტოვებთ მათ. შიმშილის და მარტოობისთვის წირავთ. ჩვენ ვზრუნავთ. თქვენ მოხუცებს თოვლში მარხავთ. თქვენ არ იცით რა შრომის ფასად მოპოვებულ ფინანსებს ვაგზავნით შინ თქვენს ნაცვლად. თქვენს გარეშე, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი შვილებისთვისაც ვითხოვთ ახალ არჩევნებს, თანასწორობას, სიმართლეს სასამართლოში. ამან შეგარდებთ ამ ასერთ დღეს, როცა დედები დღეს ამსახურში და ღამე ქუჩაში ვიბრძვით, შინ ვტოვებთ საქმეს, შვილებს და ვახშამს. თქვენ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჯერ არ თმევთ დენს, მერე დამწვარ სახლებს მათვე კიდევთ ცოდვად. რისთვის? ჩვენ შვილებს ვზრდით სიმწრით, თქვენ სწავლის ნაცვლად აკავებთ ციხით. რისთვის? ჩვენ სიმართლისთვის, ბრძოლისთვის ვკარგავთ სამსახურს. ისევ ქუჩაში გავდივართ და ბოლო ხმაზე სიმწრით ვყვირით. თქვენ ამ ქვეყანას ტყეებს, პარკებს და სინდის ყიდით. მერე მდიდარი კაცები მშენებარე კომპლექსებში, პარკებში ორმოებს გვითხრით და თქვენი გულგრილობა უცოდველ ბავშვებს თამაშის და სწავლის ნაცვლად რას თავაზობს? სიკვდილს? რისთვის? არ გაღირსებთ ქალები მშვიდ ბათუმს, ქუთაისს, თბილისს. ვერ გაგვექცევით ქალებს, ვერ გაექცევით სირცხვილს. ამ ბრძოლას ქალის სახე და ცეცხლის ფასი აქვს. ამიტომ მოგართმევთ ნავთს, ცეცხლს, კოცონს, ჭიაკოკონას, სილას და რისხვას. არ გავჩუმდებით. რა გაგვაჩუმებთ სანამ ქალთა კვლაზე, ჩაგვრაზე, დამონებაზე ჩუმად ხართ თქვენ. არ გაღირსებთ ქალები ჩუმ შვიდობას.